ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ახლახან ირანს ისეთი ზეწოლა მოახუიეს, რომელიც უკვე მოლაპარაკებების მაგიდაზე აისახა. სრულიად ჩვეულებრივ ორშაბათს. 2026 წლის 27 აპრილს თეირანმა შესთავაზა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა. იმ შემთხვევაში თუ ამერიკა მის პორტებზე ბლოკადას მოხსნის და ომის აქტიურ ფაზას დაასრულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რაც წინადადებაში არ მოხდა. ირანის ბირთვული პროგრამა მოგვიანებისთვის გადაიდო. სწორედ ის საკითხი, რომლის გამოტოვებაც ვაშინგტონს არ სურს. აქ კი საქმე უფრო სერიოზული ხდება. თეთრმა სახმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა ორშაბათს ირანის ახალ წინადადებაზე ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად იმსჯელა. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, Milson Alves News. წინადადება რეგიონული შუამავლების მეშვეობით მივიდა, სადაც პაკისტანი იყო მოლაპარაკებების ცენტრში და ეს ირანის ტონის აშკარა ცვლილებას აჩვენებს. რამდენიმე კვირის განმავლობაში რეჟიმი ცდილობდა ძალის იმიჯის შენარჩუნებას, დახურა გადასასვლელი, გაზარდა დაძაბულობა სპარსეთის ყურეში და დაადანაშაულა შეერთებული შტატები მეკობრეობაში. ეხლა იგივე რეჟიმი ცდილობს ეკონომიკური წნეხის შესამსუბუქებლად კარის გაღებას ისე, რომ ყველაზე სენსიტიური საკითხი არ დათმოს, გამდიდრებული ურანი და მისი ბირთვული პროგრამის მომავალი. თეთრმა სახმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა ეს საჭირო ჩათვალა. მან ორშაბათს თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად განიხილა ირანის ახალი წინადადება. პრესპიკერმა კაროლინ ლევიტმა საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოაცხადა, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ჰორმუზის სრუტე უნდა დარჩეს ზრია, ხოლო ირანმა უნდა ჩააბაროს თავისი გამდიდრებული ურანი. ანუ ვაშინგტონმა მოისმინა შეთავაზება, მაგრამ ცენტრალურ საკითხში უკან დახევის ნიშანი არ მიუწია. ამერიკული ბლოკადა არაფრიდან არ გაჩენილა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაცია ირანის პორტებში შემსვლელი და გამომსვლელი საზღვაო მოძრაობის წინააღმდეგ დაიწყო 13 აპრილს დილის 10 საათზე ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ბრძანება ვრცელდება ნებისმიერი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ცდილობენ შევიდნენ ან გამოვიდნენ ირანის პორტებიდან, მაგრამ არ ვრცელდება იმ ხომალდებზე, რომლებიც უბრალოდ გადაკვეთენ ჰორმუზის სრუტეს სხვადასხვა ქვეყნების პორტებისკენ. ირანმა იგრძნო ზეწოლა, რადგან ჰორმუზის სრუტე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული გასასვლელია მსოფლიოში. ეს არის ის მომენტი, რომელიც აჩვენებს, რატომ ჰგავს ირანის წინადადება უფრო შეღავათის თხოვნას, ვიდრე ძალის დემონსტრირებას. თეირანი სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა, რადგან მას სჭირდება კვლავ გაკიდვა, ტრანსპორტირება და მიღება. რეჟიმმა სცადა სრუტის გამოყენება როგორც პოლიტიკური იარაღი, მაგრამ ამერიკის პასუხმა ეს იარაღი თავად ირანის წინააღმდეგ შემოbrunებულ ტვირთად აქცია. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ბლოკადა, მით უფრო მეტად იკუმშება ბიუჯეტი. პორტები კარგავენ ნაკადს და სულ უფრო რთული ხდება აბსოლუტური წინააღმდეგობის იმიჯის გაყიდვა. ზეწოლა სამხედრო სფეროშიც იგრძნობა. თავდაცვის წყაროები მიუთითებენ, რომ 3 ამერიკული ავიამზიდის ჯგუფი ოპერირებს პასუხისგებლობის ზონაში. დაახლოებით 200 თვითმფრინავით, 9 არლეიბერგის კლასის გამანადგურებელი გემით და 15000 მეზღვაურითა და საზღვაო ქვეითით. ეს არის ძალის ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს კონტროლის, მეთვალყურეობისა და რეაგირების უნარის დემონსტრირებას ისე, რომ ყოველ საათს ახალი შეტევა არ მოხვეს. ასეთი ტიპის ძალის ჩვენება ირანის გათვლებს ცვლის. ყოველი სწრაფმავალი ნავი, ყოველი საეჭვო გემი, ყოველი ბლოკადის გარღვევის მცდელობა კონტროლდება სენსორებით, თვითმფრინავებით, რადარებით და საბრძოლო გემებით. შეტყობინება მარტივია, რეჟიმს შეუძლია ილაპარაკოს, დაადანაშაულოს, თავის შიდა აუდიტორიას წინააღმდეგობის გაწევა მიხიდოს, მაგრამ ზღვაში მანევრის თავისუფლება მნიშვნელოვნად შემცირდა. ჰორმუზის მახლობლად დაკავებული ირანული სატვირთო გემის შემთხვევამ ეს აღქმა კიდევ უფრო გააძლიერა. მიმდინარე სიახლეებში ირანი ცდილობს ფულის ნაკადის შენარჩუნებას ისე, რომ არ დათმოს ის, რასაც თავის პოლიტიკურ გადარჩენის გარანტიად მიიჩნევს. პრობლემა ისაა, რომ ამერიკული ზეწოლა სწორედ ამ თამაშის აღსაკვეთად არის მოწყობილი. ბლოკადა ეკონომიკურ ჟანგბადს ართმევს, მაშინ როცა სამხედრო ოპნა უშლის ხელს თეირანს, რომ მუქარა რეალურ კონტროლად აქციოს სრუტეზე. ამავე დროს ირანი მოსკოვს მიაშურა. აბას არაღუში შეხვდა ვლადიმირ პუტინს სამპაულუში. და რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო ირანის წინააღმდეგობა ამერიკული და ისრაელის წნეხის წინაშე. პუტინმა დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა თეირანის დასახმარებლად და დაიცვა დიპლომატიური გადაწყვეტა, მაგრამ ეს რუსული მხარდაჭერის სურათი ასევე აჩვენებს სისუსტეს. თუ ირანი კომფორტულად იქნებოდა, მას არ დასჭირდებოდა სასწრაფოდ მხარდაჭერის ძიება მოსკოვში, იმ დროს, როცა შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონს წინადადებას უგზავნის.
რეჟიმი ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები, მაგრამ ეს ნაბიჯი ასევე ადასტურებს, რომ ის წნეხის ქვეშაა. თეირანს სჭირდება რუსეთი, რათა აჩვენოს პოლიტიკური ძალა. სჭირდება პაკისტანი, რომ ამერიკელებს შეტყობინება გადასცეს და სჭირდება ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომ სუნთქვა შეძლოს. არაგაშის განცხადებამ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე კიდევ უფრო გააძლიერა ეს პროპაგანდისტული მცდელობა. მან განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს და ამიტომ ითხოვენ მოლაპარაკებას. მაგრამ პრაქტიკაში სრუტის გახსნის შეთავაზება ირანმა წამოაყენა. ეს ინვერსია ნარატივის ბრძოლას აჩვენებს. თეირანი სულს გამარჯვებულად გამოჩნდეს მაშინ, როცა ცდილობს მოხსნას ბლოკადა, რომელიც მის საკუთარ ეკონომიკას აზიანებს. აი რატომ აქვს თეირანის წინადადება სასტრაფოობის სუნი? ირანმა ჰორმუზის გახსნა არ შესთავაზა, იმიტომ რომ გადაწყვიტა მსოფლიო ვაჭრობის მიმართ გულუხვი ყოფილიყო. ეს შეთავაზება გააკეთა იმიტომ, რომ ზეწოლამ დაიწყო იმ წერტილამდე მიღწევა, სადაც ყველაზე მეტად თქივა რეჟიმის ბიუჯეტს. და როცა ფული იწურება, პროპაგანდა უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ მანევრის შესაძლებლობა მცირდება. ამასობაში სხვა ქვეყნები ითხოვენ გადასასვლელის გახსნას, რადგან კრიზისი უკვე მსოფლიო ეკონომიკაზე მოქმედებს. მაგრამ ვაშინგტონი ფიქრობს, რომ გლობალური ფასი ვერ უნდა იქცეს თეირანისთვის ჯილდოდ. თუ ირანი კეტავს გადასასვლელს, ემუქრება გემებს და სრუტეს შანტაჟის იარაღად იყენებს, ამერიკის პასუხი ცდილობს აჩვენოს, რომ რეჟიმი მარტო ვერ აკონტროლებს კრიზისის მიმდინარეობას. საზღვაო ძალა სპარსეთის ყურეში ბლოკადას პოლიტიკურ და სამხედრო გზავნილად აქცევს. ირანს შეუძლია პრობლემა შექმნას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მარტო არ შეუძლია. პუტინთან შეხვედრაც ამ სურათს არ ცulis. რუსეთს შეუძლია სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუცხადოს, დააგმოს ამერიკული და ისრაელის თავდასხმები, მედიაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბროს. მაგრამ ირანს ახლა დაუყოვნებელი შვება სჭირდება. სჭირდება გაკიდვა, ტრანსპორტირება, მიღება, ეკონომიკის შენარჩუნება მოკავშირეებთან და საკუთარი შიდა ბაზის დამშვიდება. რუსული რიტორიკა იმიჯს აუმჯობესებს, მაგრამ ავტომატურად არ ხსნის დაბლოკილ პორტებს. საბოლოოდ პორტების ბლოკადა, სამხედრო მეთვალყურეობა და ნავთობის შემოსავლებზე ზეწოლა თეირანს იმ წინადადებამდე მიიყვანა, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს მისი ეკონომიკა ისე, რომ ბირთვულ პრობლემას არ შეეხოს. და სწორედ ამიტომ გრძელდება კრიზისი. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთოთ. თქვენს საზოგადოებასთან ერთად Milson Alves News.